გამარჯობათ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და თქვენი ინტერესისთვის. როგორც მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი სხდომის შემდეგ ქვეყნდება პრეს-რელიზი, სადაც აღწერილია იმ გადაწყვეტილებების საფუძვლები, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს, ხოლო ყოველი მეორე სხდომის შემდეგ ქვეყნდება მონეტარული პოლიტიკის ანგარიში და გვაქვს შეხვედრა, პრეზენტაცია, სადაც დეტალურად საუბრობთ გადაწყვეტილების განსაზღვრულ ფაქტორებზე, არსებულ მდგომარეობაზე და დღეს სწორედ ამ შეხვედრაზე ვართ. გარდა ამისა, დღეს ასევე გვაქვს სიახლე პრეზენტაციის ბოლოს გვინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი პროდუქტების შესახებ. ეს არის სტატისტიკური მონაცემის ხელმისაწვდომის გაზრდის მიმართულებით შექმნილი ორი ახალი პროდუქტი, კერძოდ ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის დეშბორდი. ვფიქრობ, რომ ეს უდავოდ დაგაინტერესებთ, შესაბამისად გადავწყვეტეთ, რომ დღეს პირველად თქვენთვის წარმოგვედგინა აღნიშნული პროდუქტები. ნება მომეცით მოკლედ ვისაუბრო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზანზე, რომელსაც ფასების სტაბილურობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის არსებობას, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის. ამ მიზნით მოგეხსენებათ, ვიყენებთ ინფლაციის თარგეტირების რეჟიმს და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზეა დადგენილი. ეს არის მოგეხსენებათ საშუალოვადიანი ინდიკატორი, რაც ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკა იმგვარად უნდა ხორციელდებოდეს, რომ რაც არ უნდა იყოს ინფლაციის მაჩვენებელი დღეს, არსებობდეს მოლოდინი იმისა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია კვლავ 3% იქნება. მონეტარული პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტს რეფინანსირების განაკვეთი წარმოადგენს, რომლის შესახებაც ვიღებთ ზუსტად გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე, რომლის ცვლილება სხვადასხვა არხებით გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე და შესაბამისად საბოლოოდ ფასების დონეზე. ასევე მოკლედ მინდა შევეხო მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების და კომუნიკაციის ახალ მიდგომაზე, რომელიც ჩვენ უკვე გარკვეული პერიოდია დავნერგეთ, რისი მიზეზიც ბოლო წლებში გლობალურად მიმდინარე მოვლენები და ძალიან მაღალი ხარისხის გაურკვევლობა გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის მდგომარეობის პოტენციური განვითარების შესახებ გაურკვევლობა მაღალია, მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის გატარებისას ცენტრალურმა ბანკმა ისეთი ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ნებისმიერი რისკის რეალიზების შემთხვევაში ეკონომიკური დანაკარგები მინიმალური იყოს. სწორედ ამიტომ პოლიტიკის გამტარებლები აქტიურად საუბრობენ სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ. ამან განსაკუთრებით დიდი რელევანტურობა შეიძინა ბოლო პერიოდის ახლო აღმოსავლეთის მოვლენების შედეგად, უკვე ერთ სცენარზე დაფუძნებული მიდგომა ნაკლებად ოპტიმალურია და შესაბამისად უფრო და უფრო მეტი ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი გადავიდა ამ მიდგომაზე. ზოგადად სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზს და მათზე საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიის კომუნიკაციას. ეს კი საბოლოოდ მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის გამჭვირვალობას და აღქმადობას აუმჯობესებს და აძლიერებს. საქართველოს ეროვნული ბანკის შემთხვევაში სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა გულისხმობს სამი სცენარის გამოქვეყნებას, რომელიც რელევანტურია არსებული მდგომარეობიდან და გაურკვევლობიდან გამომდინარე. კერძოდ ეს არის ცენტრალური სცენარი, რომელიც მოიცავს მიმდინარე ინფორმაციის
ფართო არეალს დაშვებებს როგორც ეგზოგენური ფაქტორების, ასევე ეკონომიკის გადაცემის მექანიზმების შესახებ და ასახავს მონეტარული პოლიტიკის ისეთ ტრაექტორიას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკის გამტარებლების მიერ რისკების სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკების ანალიზით და დაბალანსებით. გარდა ამისა, განიხილება და ქვეყნდება მაღალ ინფლაციური რისკ სცენარი, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით ითვალისწინებს საშუალოდ უფრო მაღალი ინფლაციური რისკების რეალიზებას მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და საპირისპიროდ დაბალ ინფლაციური რისკ სცენარი, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო საშუალოდ დისინფლაციური რისკების რეალიზებას მოიაზრებს. შეგვიძლია გადავიდეთ უკვე მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზზე. დავიწყოთ მთლიანი შიდა პროდუქტით. საქართველოში მოგეხსენებათ ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპი მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა. კერძოდ პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, ხოლო წინასწარი შეფასებით იანვარ-მაისში ეკონომიკური აქტივობის საშუალო ზრდა 7.8% იყო. სექტორულ ჭრილში ზრდა ძირითადად განპირობებულია მაღალპროდუქტიული სექტორების ზრდით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის მაღალ ტრენდს და ჩვენი მიმდინარე შეფასებით მიუხედავად აღნიშნული შედარებით მაღალი მოკლევადიანი ტრენდის ზრდის ტემპისა 2026 წლის პირველ კვარტალში გამოშვება მის გრძელვადიან პოტენციურ დონეს დაახლოებით 2-3%-ით აღემატებოდა, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე წნეხს გარკვეულწილად საყურადღებოდ ტოვებდა, თუმცა უკვე შემდგომ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ნორმალიზების ფონზე ჭარბი მოთხოვნა უკვე შემცირებულია. როგორც უკვე აღვნიშნე, სექტორულ ჭრილში ზრდა კვლავ არის განპირობებული შედარებით მაღალპროდუქტიული მომსახურების სექტორებით, კერძოდ ეკონომიკურ ზრდაში წამყვანი ადგილი უჭირავს ინფორმაციის და ტელეკომუნიკაციის, ICT, ტრანსპორტირებისა და საფინანსო საქმიანობების სექტორებს. თავის მხრივ ამ სექტორებში მზარდი დინამიკა საგარეო შემოდინებებსაც აძლიერებს და შიდა ეკონომიკურ აქტივობაზეც დადებითად აისახება, რაც ჩანს როგორც სტაბილურ შიდა მოთხოვნის დინამიკაში, ასევე საგადასახდელო ბალანსის და წმინდა შემოდინებების სტატისტიკაში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის გრძელვადიან პოტენციალზე დადებითად მოქმედი ცალკეული სექტორების და ეტაპობრივად ნორმალიზაციის ნიშნებს ავლენს. კერძოდ ასეთად შეგვიძლია განვიხილოთ მშენებლობის სექტორი, რომლის წვლილი ზრდაში ეტაპობრივად მცირდება. ეკონომიკის მიწოდების ფაქტორების ძლიერ პოზიციასთან ერთად შიდა მოთხოვნა არის სტაბილური, რასაც საბანკო და კრედიტების სტაბილური ზრდა განაპირობებს, კერძოდ საკრედიტო პორტფელი ზრდის ტემპი მის სტაბილურ დონეზე 14-15%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც თანაბარზომიერია გრძელვადიანი კономიკური ზრდის. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო აქტივობაში ბიზნეს ცესხებს კვლავ წამყვანი წვლილი უჭირავს, ასევე აქ გარკვეულწილად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს დაკრედიტების დაში უცხოური ვალუტის გაცემული ცესხების ზრდის გარკვეული აქსელერაცია შეინიშნება, რაც გარკვეულწილად გამოხატულია მიმდინარე სლაიდზე. ასევე შესამჩნევი იყო
მცირედი შენელება ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების დაში, თუმცა ივნისში უკვე ეს ტენდენცია შემოტრიალდა და ლარით გაცემული სესხების დინამიკა კვლავ აჩქარდა. რაც შეიძლება ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლებითაც აიხსნას. ბოლო პერიოდში გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრება ადგილობრივ ბაზარზეც არის ასახული და მიუხედავად როგორც ხედავთ ივნისში დაფიქსირებული მცირე კლებებისა შეიძლება ვთქვათ რომ კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. საბოლოო ჯამში მიუხედავად ივნისში საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა, როგორც აღნიშნე, ფინანსური პირობები მეტწილად შემზღუდველად შეგვიძლია დავახასიათოთ. რაც შეეხება ერთობლივი მოთხოვნის განსაზღვრულ საგარეო ფაქტორებს, როგორც მოგეხსენებათ, საგარეო შემოდინებები მზარდია, პოზიტიური დინამიკა როგორც საქონლით ვაჭრობის შემთხვევაში, ასევე მომსახურების ექსპორტში, საქონლის ვაჭრობის შემთხვევაში წლიურმა ზრდამ მეორე კვარტალში 17.1% შეადგინა, კონკრეტულად ივნისში და 20%-ზე მეტი იყო. ეს მნიშვნელოვნად არის განპირობებული ადგილობრივი ექსპორტის მკვეთრი ზრდით, რაც თავის მხრივ ნაწილობრივ საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების ეფექტის ასახვაცაა. როგორც აღნიშნეთ, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის განპირობებული მაღალპროდუქტიული სექტორების ზრდით, თავისთავად ეს მაღალპროდუქტიული სექტორები ნაკლებად იმპორტ ინტენსიურია და სწორედ ამის ფონზე იმპორტის ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელებულია. 2026 წლის მეორე კვარტალში იმპორტის ზრდა 5.4% შეადგინა, ივნისში ეს და 7.5% იყო. აქაც გარკვეულწილად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაზრდილი ფასების ასახვა ფიქსირდება იმპორტის მოცულობაში. შევეხოთ ასევე სერვისების მნიშვნელოვან კომპონენტებს ჩვენი ეკონომიკისთვის, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისა, გახანგრძლივებული გეოპოლიტიკური ვითარებისა, ტურიზმი საკმაოდ კარგად შემოტრიალდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს ტურიზმი არის მიმართულება, რაზეც ომის ეფექტი ძირითადად აისახება საქართველოს შემთხვევაში. მიუხედავად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან მეორე კვარტალში დაფიქსირებული მკვეთრი კლებისა, სახეზეა სხვა მიმართულებებიდან, სხვა ბაზრებიდან, მათ შორის ევროკავშირიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან გაზრდილი ტურისტული შემოდინებები, რომელიც აბალანსებს შუა აღმოსავლეთის და ინდოეთიდან შემცირებულ ტურისტულ დანაკლის. შედეგად მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მოსალოდნელზე ნაკლებად, კერძოდ 3.8% შემცირდა. თანაც ძალიან მნიშვნელოვანია თვეების ჭრილში შევხედოთ არსებულ დინამიკას აპრილში მკვეთრი კლების შემდეგ მაისში და ივნისში უკვე საკმაოდ პოზიტიურ განვითარებას აქვს ადგილი. ასე რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კლებას ანეიტრალებს საქონლის ექსპორტის და ასევე არ მისაუბრია ფულადი გზავნილების შესახებ, ფულადი გზავნილების ზრდა, რომელიც საკმაოდ სტაბილურია. 2026 წლის მეორე კვარტალში ფულადი გზავნილების სახით შემოსული თანხები 8.4%-ით გაიზარდა, კერძოდ ივნისში და 10.4% იყო. ამ განვითარებებიდან გამომდინარე, მომსახურების და საქონლის ექსპორტისგან მიღებული მაღალი შემოსავლების ფონზე
რომელიც ანეიტრალებს ტურიზმის და ნავთობპროდუქტების იმპორტის უარყოფით შედეგებს, წმინდა საგარეო შემოდინებები უმჯობესდება პირველ კვარტალში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ სტაბილური საგარეო შემოდინებების შედეგად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საკმაოდ დაბალ დონეზე დაფიქსირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 3.8% შეადგინა. გარკვეული განვითარებები კერძოდ ტურიზმის მიმართულებით ავიამარშრუტების დამატება, როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილია ჩინეთის მიმართულებით ფრენების ამოქმედება, ასევე სხვა აქტივობები, ველით რომ სხვა თანაპარ პირობებში, მომავალ თვეებში საგარეო შემოდინებების დასშეუწყობს შესაბამისად ცენტრალური სცენარის მიხედვით 2026 წელს უკვე არსებული ინფორმაციიდანაც გამომდინარე და საკმაოდ პოზიტიური მოლოდინებიდან გამომდინარე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გრძელვადი წონასწორულ დონეზე დაბალი იქნება და მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5% ფარგლებში იქნება. ასევე მინდა შევეხო შრომის ბაზრის დინამიკასაც, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ხელფასების დის ეტაპობრივ ნორმალიზაციის ტენდენციას აქვს ადგილი და ასევე, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, მაღალი პროდუქტიულობის ზრდა ფიქსირდება, სწორედ ამის ფონზე პროდუქტის ერთეულის საწარმოებლად გაწეული დანახარჯები შემცირდა 2026 წლის პირველ კვარტალში 3%-ია ეს შემცირება, რაც თავის მხრივ შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ წნეხს ასუსტებს, ანეიტრალებს. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, პროდუქტიულობის ზრდის ტემპის ველოდებით, რომ საკმაოდ მაღალი იქნება, შესაბამისად აღნიშნული დინამიკა გაგრძელდება. რომ გადავიდეთ ინფლაციაზე, ეს ყველა ზემოთ აღწერილი საგარეო და ადგილობრივი ფაქტორი ინფლაციაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსხვავებული მიმართულებით მოქმედებს. მიმდინარე ეტაპზე ინფლაციის მთავარ მიზეზად, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მაღლა შენარჩუნების მიზეზად კვლავ ენერგომატარებლების გაძვირება და მისგან მომდინარე პირდაპირი თუ არაპირდაპირი ეფექტებია. კერძოდ 2026 წლის მეორე კვარტალში ნავთობის ფასების დის ფონზე საწვავის ფასების წვლილი ინფლაციაში მკვეთრად გაიზარდა. მოგეხსენებათ, ინფლაციამ ივნისში 5.8% შეადგინა და აქედან 1.3% პუნქტი სწორედ საწვავის ფასების ზრდაზე მოდიოდა. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია როგორც შუალედური პროდუქტი ფასების და სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზე ასახვის კონტექსტში. ასევე გეოპოლიტიკური ვითარებისა და ზოგადად კლიმატური პირობების ფონზე სურსათის ინფლაციის რისკები კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რელევანტური პროდუქტების ფასების დინამიკა განსხვავებულია, შესაბამისად ზემოქმედებაც განსხვავებული გვაქვს, შესაბამისად ამ მიმართულებით გარკვეულწილად შემცირების დინამიკასაც ვხედავთ. იმისათვის, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა შევაფასოთ, მნიშვნელოვანია შევხედოთ საბაზო ინფლაციას, რომელიც მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება და ივნისის მდგომარეობით 3.2% შეადგენს, თუმცა სხვა ხისტი ფასების
საზომი ინდიკატორები, მათ შორის მომსახურების ინფლაცია გარკვეულ დაჩქარებას ავლენს, რაც რა თქმა უნდა საყურადღებო ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ შედარებით მოგრძილი ფასების ინფლაციის იგულისხმება სურსათის და საწვავის ფასები ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში იზრდება მეორე რაუნდის ეფექტების წარმოქმნის რისკი, რაც თავის მხრივ აძლიერებს ზოგადად ინფლაციურ რისკებს და მონეტარული პოლიტიკის თხილი პოზიციის შენარჩუნებას განაპირობებს. მინდა შევეხო ფინანსური ბაზრების გამოკვლევის გამოკითხვის შედეგებს. ეკონომიკური ზრდის შესახებ მოლოდინები ზემოთ გადაიხედა ფინანსური სექტორის მიერ, კერძოდ 2026 წელს 7.1%-ისკენ, ხოლო 2027 წელს 5.6%-ისკენ. წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია ასევე 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი 5.1%-მდე 0.6%-ული პუნქტით, ხოლო 2027 წლის ინფლაციის მოლოდინი თითქმის უცვლელია და 3.2%-ს შეადგენს, რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ შეფასებებს, ფინანსური ბაზრები საშუალოდ 2026 წელს პოლიტიკის უცვლელობას მოელიან. აქ ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, ეს გამოკითხვა, პროგნოზების გამოკითხვა ჩატარებულია 10 ივლისის მდგომარეობით და შესაბამისად არითვალისწინებს ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში საომარი ქმედებების ხელახლა ესკალაციას და აქედან გამომდინარე განვითარებულ მოვლენებს და მათზე მოქმედებას მაკროეკონომიკურ მონაცემებზე, შესაბამისად ჩვენი შეფასებით ინფლაციური მოლოდინები შესაძლოა მცირედ გაზრდილი იყოს და უფრო შესაბამისობაში იყოს ჩვენ ცენტრალურ სცენართან. შეგვიძლია უკვე გადავიდეთ პროგნოზებზე, სცენარების განხილვაზე, სანამ უშუალოდ სცენარებზე და მათ შედეგებზე ვისაუბრებთ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები შევაფასოთ, კერძოდ ნავთობის ფასები მოვიხილოთ, ეს არის ერთი უმნიშვნელოვანესი დაშვება, რისკ ფაქტორი ჩვენს სცენარებში. მოგეხსენებათ წეგანაც აღვნიშნე ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური ვითარება ივნისში დროებით გაუმჯობესების შემდეგ ივლისში კვლავ გაუარეს და აშშ და ირანს შორის სამხედრო მოქმედების კვლავ განახლებამ სასაქონლო ბაზრებზე ახალი მიწოდების შოკები წარმოქმნა, ახალი შეფერხებები გამოიწვია, რამაც გლობალური მიწოდების შოკი გარკვეულწილად გაახანგრძლივა. თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის ხელახალმა ესკალაციამ მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ბაზარზე ფასებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა, მიმდინარე ტენდენცია მიუთითებს, რომ წინა ესკალაციის პერიოდთან შედარებით ფასების და შედარებით დაბალია. როგორც გითხარით, ეროვნული ბანკის განახლებული სცენარები, სამივე სცენარი ითვალისწინებს დაშვებებს გეოპოლიტიკური დაძაბულობის განვითარების შესახებ. ცენტრალური სცენარი ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ეს დაძაბულობა ეტაპობრივად მესამე კვარტალში განიმუხტება. შესაბამისად, ნავთობის ფასები მესამე კვარტალში ბარელზე საშუალოდ $85 ფარგლებში იქნება, ხოლო წლის ბოლოსთვის $80 დაიკლებს. თუმცა აქაც მოსალოდნელია დიდი ალბათობა ორი მიმართულებით განვითარების.
ორმხრივია რისკები. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის პირველ ფაზაში გლობალურმა ეკონომიკამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოქშნილობა გამოავლინა შოკების მიმართ, მიწოდების დამატებითი შეფერხებების მიმართ მაინც მოწყვლადობა უფრო გაზრდილია, რადგან სხვა სასტარტო პირობებია და მოგეხსენებათ მარაგები და ბუფერები შემცირებულია. შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში მიწოდების შეფერხების ხანგრძლივობამ შესაძლოა ასევე ინფრასტრუქტურის დაზიანებამ და კონფლიქტის რეგიონის გაფართოებამ შესაძლოა ახალი დამატებითი ზეწოლა წარმოქმნას და მაღალ ინფლაციურ რისკ სცენარში აღმოვჩნდეთ. ამ შემთხვევაში ნავთობის ჩვენი შეფასებით მოვიაზრებთ მესამე კვარტალში საშუალო ბარელზე $97 $, ხოლო წლის ბოლოსთვის ფასის $94-მდე შემცირებას. ამის საპირისპიროდ ასევე არის შესაძლებლობა ვიმედოვნებთ მეორე მხრივ განვითარდეს მოვლენები გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფად დეესკალაციამ შესაძლოა ნავთობის ფასების მოსალოდნელზე სწრაფი შემცირება განაპირობოს და ამ შემთხვევაში უკვე დაბალ ინფლაციურ სცენარს განვიხილავთ, სადაც ნავთობის ფასები მესამე კვარტალში საშუალოდ $75 $, ხოლო წლის ბოლოსთვის დაახლოებით $65 ამერიკული დოლარი. ეკონომიკური ზრდის პერსპექტივის მხრივ პროგნოზების მინდა გაგაცნოთ, როგორც ვთქვით 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის ძლიერი დინამიკა გრძელდებოდა და ეს ჩვენი სცენარის მოლოდინების შესაბამისი იყო. ცენტრალური სცენარის მიხედვით მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები კვლავ მაღალპროდუქტიული მომსახურებაზე ორიენტირებული სექტორები იქნება, რაც ეკონომიკის პოტენციალის დასს შეუწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი კონტრიბიუტორის ICT სექტორის ზრდის ტემპი გრძელვადიან პერიოდში ეტაპობრივად ნორმალიზდება, თუმცა მისი წვლილი საწარმოო პოტენციალის გაუმჯობესებაში კვლავ მნიშვნელოვანი იქნება. ამავდროულად მომსახურების ექსპორტი და საქონლის იმპორტიდან მომსახურების და საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები კვლავ მაღალ ზრდას შეინარჩუნებს და ეს ზრდა იმპორტთან შედარებით უფრო მაღალი იქნება. შედეგად 2026 წელს საგარეო მოთხოვნა კვლავ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იქნება, ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი ეკონომიკური ზრდის და საბოლოოდ ზრდის მიმდინარე პერსპექტივა წინა ცენტრალურ სცენართან შედარებით აღშეცვლილა, მისი შესაბამისია კვლავ და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის უცვლელად დავტოვეთ 6.5%, ხოლო მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდა თავის გრძელვადიან 5%-იან ტემპს დაუბრუნდება. ინფლაციის პროგნოზის შესახებ ცენტრალური სცენარის მიხედვით კვლავაც და კვლავაც 2026 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა, ძირითადად ენერგორესურსებით გამოწვეული მიწოდების შოკის გავლენით შენარჩუნდება. ენერგორესურსების ფასების და ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირი გზით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური ვითარება ინფლაციაზე გავლენის თვალსაზრისით სურსათის ფასების არხის მხრიდანაც. ენერგორესურსების მაღალი ფასები სოფლის მეურნეობის შუალედურ დანახარჯებს ზრდის,
კლიმატური მოვლენები ცალკეულ რეგიონებში მოსავლიანობის შემცირების რისკს წარმოქმნის, რაც საერთაშორისო ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს, თუმცა კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში მაღალი ბაზის ეფექტის გათვალისწინებით და შიდა ბაზრებზე არსებული ფაქტორების ფონზე ადგილობრივი სურსათის ინფლაცია ჩვენი მოლოდინით შემცირების ტენდენციას შეინარჩუნებს. მიუხედავად მიწოდების შოკისა, ცენტრალური სცენარის მიხედვით ინფლაციური პროცესები ყოვლისმომცველი არ იქნება, რასაც ერთის მხრივ მიწოდების ფაქტორებსა და ქვეყნის საწარმოო პოტენციალის დაზე დაფუძნებული კვლავაც და კვლავაც ეკონომიკურს დაუწყობს ხელს, რის გამოც ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლა შეზღუდული რჩება. მეორეს მხრივ მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში მაღალი ინფლაციის შედეგად პარტნიორებთან შედარებით საქართველოში უფრო დაბალი ინფლაციის შედეგად რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ტრენდიდან გადახრა overvaluation-ი ეტაპობრივად ამოიწურა და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი დაუბრუნდა წონასწორულ დონეს გრძელვადიან ტრენდს, რაც თავის მხრივ იმპორტულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს, ასევე დოლართან მიმართებით ნომინალური გაცვლითი კურსის მყარი პოზიცია ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის ფონზე საბალანსო უწყისის არხით ასევე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს ინფლაციაზე. ამასთან ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და უკვე 26 წლის მეორე ნახევრიდან შემცირებული ინფლაციის დინამიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინების კლებადი ტენდენცია და რომ შევაჯამოთ ენერგორესურსებით გამოწვეული დროებითი შოკის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტები მეორე რაუნდის ეფექტებში არ გადაიზრდება. საბოლოოდ ამ მიწოდების შოკს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მძლავრია, დროებით ხასიათი ექნება და 2026 წელს მთლიანი ინფლაცია საშუალოდ 5.2%-მდე გაიზრდება, თუმცა უკვე ამ ფაქტორებზე დაყრდნობით, რაც ზემოთ აღინიშნა, 2027 წელს კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და 2.7%-მდე შემცირდება. როგორც მოგახსენეთ, ცენტრალური სცენარის გარდა, ასევე მონეტარული პოლიტიკის ანგარიში წარმოგიდგენთ მაღალ ინფლაციურ და დაბალ ინფლაციურ სცენარებს. მაღალ ინფლაციური სცენარი ისევე რელევანტურია, როგორც ცენტრალური სცენარი და მოიაზრებს იდენტიფიცირებული რისკების ისეთი სახით რეალიზაციას, რომ ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალი ინფლაცია ჩამოყალიბდება, ეს კი თავის მხრივ მონეტარული პოლიტიკის ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს. კერძოდ, მაღალ ინფლაციური სცენარის შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის აქტიური ფაზა კვლავ მწვავდება და უფრო ხანგრძლივი ხდება, რაც რეგიონის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვან ზიანს იწვევს და ნავთობის შემცირებული სტრატეგიული მარაგებისა და ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების შეფერხების საფრთხის ფონზე ნავთობის მიწოდებას გლობალურად ამცირებს, რაც ფასებზე ხელახალ ზრდას, რაც ფასების ხელახალ ზრდას განაპირობებს და ეს ზრდა თან ხანგრძლივ პერიოდზე ნარჩუნდება. ამასთან, როგორც მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, ასევე კლიმატური პირობების გაუარესება სურსათის ფასებს გაზრდის საგრძნობლად, ეს ყოველივე კი ინფლაციას გადმოეცემა და მეორე რაუნდის ეფექტებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს, რაც თავის მხრივ
საფრთხეს უქმნის მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობას. გარდა ამისა, აღნიშნულ სცენარში გეოპოლიტიკური ტურბულენტობა ზრდის როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის რისკიანობას, შესაბამისად აუარესებს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობის სენტიმენტებს, შედეგად საგარეო შემოდინებების შენელების ფონზე ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ნავთობის იმპორტის ღირებულების ზრდიდან გამომდინარე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უარესდება, რაც გაცვლით კურსის არხით ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მაღალი ინფლაციური სცენარის გარდა ასევე არის ალბათობა დაბალი ინფლაციური სცენარის განვითარების, რომელიც მოიაზრებს ზემოთაღწევი რისკების იმგვარ რეალიზაციას, რომ ცენტრალურ სცენართან შედარებით დაბალი ინფლაციური გარემო ყალიბდება, რაც თავის მხრივ მონეტარული პოლიტიკის უფრო დაბალ ტრაექტორიას განაპირობებს. სცენარი საპირისპიროდ ეფუძნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების სწრაფ დეესკალაციას და სასაქონლო ბაზრებზე ფასების მკვეთ შემცირებას, კონკრეტულად ნავთობის ფასების მკვეთ შემცირებას, რაც გადმოეცემა ქართულ ბაზარს, შესაბამისად გაურკვევლობის სწრაფი ნორმალიზება სხვა თანაბარ პირობებში ასევე ხელს უწყობს ქვეყნის რისკიანობის დაბალ დონეზე შენარჩუნებას, საგარეო შემოდინებების გაზრდას და ამის ფონზე გამყარებული გაცვლითი კურსის ეფექტი ინფლაციაზე დისინფლაციური იქნება, ფასებზე დისინფლაციური იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დაბალ ინფლაციურ სცენარში ეკონომიკური ზრდის შესახებ დაშვებები, კერძოდ მაღალ პროდუქტიული სექტორები კვლავაც ძირითადი მამოძრავებელი ძალა იქნება, რაც თავის მხრივ ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს. შესაბამისად, აი ამ ორი სცენარის შედეგები შემდეგია, მაღალ ინფლაციურ სცენარში განვითარებული მოვლენები უფრო მაღალ ინფლაციური წნეხისკენ წაგვიყვანს, რაც გამოიწვევს როგორც იმპორტული, ისე ადგილობრივი ინფლაციის ზრდის შედეგად უფრო მაღალ საშუალო ინფლაციას, როგორც 26 ისე 27 წლებში, კერძოდ 2026 წელს მაღალი ინფლაციური სცენარის შემთხვევაში ინფლაცია საშუალოდ 5.6%, ხოლო 2027 წელს 4.8% იქნება. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რეგიონული და ადგილობრივი საინვესტიციო განწყობების გაუარესების, ეკონომიკური აქტივობის შენელების რეგიონის ქვეყნებში და საგარეო შემოდინებების შემცირების შედეგად, ასევე მაღალი ინფლაციური სცენარი, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოიაზრებს, გამკაცრების კვალ და კვალ ეკონომიკური ზრდა შენელდება და მაღალი ინფლაციური სცენარის შემთხვევაში 2026 წელს იგი 5.7%, ხოლო 2027 წელს 4% იქნება. ვინაიდან ამ სცენარში ინფლაციური წნეხი მაღალია, რა თქმა უნდა, როგორც თქვი, მონეტარული პოლიტიკის რეაგირება ცენტრალურ სცენართან შედარებით გაცილებით მკაცრი იქნება მთელ ჰორიზონტზე, ამასთან გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობა თავის მხრივ ფუნდამენტურად გაუარესებული, ეს იწვევს ნეიტრალური განაკვეთის, ადგილობრივი ნეიტრალური განაკვეთის ზრდასაც 5.7%-მდე და სწორედ ამ 5.7%-მდე მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია მხოლოდ ნელი ტემპით მოხდება ინფლაციური გარემოს დასტაბილურების კვალ და კვალ. აღსანიშნავია, რომ
მაღალ ინფლაციურ სცენარში მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის მკაცრი რეაგირებისა, ინფლაცია საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით რჩება მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა, შესაბამისად მაღალ ინფლაციურ სცენარის განვითარებაში როგორც ხედავთ, საკმაოდ მაღალია ეკონომიკის ინფლაციის შემცირებით გამოწვეული ეკონომიკის შემცირებისთვის ეკონომიკის დანახარჯები, დანაკარგები. რაც შეეხება დაბალ ინფლაციურ სცენარს, მაღალი პროდუქტიული სექტორების მაღალი ზრდის ტენდენციის გაგრძელება, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სწრაფი დეესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ფასების შემცირება, დისინფლაციურ წნეხს განაპირობებს, გაზრდილი საგარეო შემოდინებების ფონზე ეკონომიკური აქტივობა ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალ დონეზე ნარჩუნდება. 2026 წელს 7%-მდე იზრდება, ხოლო 2027 წელს 5.7%-მდე. როგორც გლობალურად, ისე ადგილობრივად დაბალი სასაქონლო ფასები, ძლიერი შემოდინება და პროდუქტიულობის მაღალის და ინფლაციის წნეხს ამცირებს და შესაბამისად ინფლაციაც 2026 და 2027 წლებში საკმაოდ დაბალია, თან 2026 წელს საკმაოდ სწრაფად მცირდება საშუალოდ 4.9%-მდე, ხოლო 2027 წელს 1.3%-მდე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ სცენარით ინფლაციური წნეხი შემცირებულია, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის რეაგირება ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო სწრაფი ნორმალიზაციით გამოირჩევა. ეს იყო შეძლების დაგვარად დეტალურად, თუმცა მოკლედ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის შესახებ, დღევანდელი გადაწყვეტილების განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ, შესაბამისად უკვე შეგვიძლია გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. აინტერესებს უბრალოდ თუ გაქვთ დათვლილი, ანუ ცოტა მეტი რო გითხრათ, რა კორელაცია ნავთობის ფასებსა და ინფლაციის შორის. რამდენად ახდენს გავლენას? ფაქტიურად საკმაოდ მაღალი კორელაციაა, პირდაპირი გადმოცემა ფაქტიურად პირდაპირ აისახება ნავთობის ბაზარზე, ნავთობის ფასებზე ჩვენთან, განსაკუთრებით დის მიმართულებით, რაც შეეხება არაპირდაპირ და ირიბ ეფექტებს, ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია. რაც შეეხება უშუალოდ ნავთობის ფასების ასახვას საქართველოში ბენზინის და დიზელის ფასებზე, ფაქტიურად ერთ-ერთია განმოცემა. თუ კითხვები არ არის, მადლობა მოგიხადოთ ყურადღებისათვის. მოგახსენებთ, რომ შემდეგი მონეტარული პოლიტიკის ხდომა 9 სექტემბერს ჩატარდება, თუმცა ჩვენ კვლავ იმის შემდეგ კომიტეტის შემდეგ შევხვდებით, ისე რომ გელოდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.